თუ ოდესმე ფორმულა 1-ის ბოლისთვის გიყურებიათ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ 20 მილიონია ბოლისა და თქვენს Honda Fit შორის ძალიან ბევრი, კერძოდ კი 4 მსგავსებაა. თქვენ multi 21-ის არხზე ხართ, დღეს კი ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვანეს დეტალზე ფორმულა 1-ში, რაც არის საბურავები. საბურავები ორ ნაწილად იყოფა: მშრალი ამინდის და საწვიმარი. რასაკვირველია იმისათვის, რომ მზად ვიყოთ წვიმაში საწვიმარი ტიპის საბურავებზე გადასასვლელად, უმჯობესია ჯერ საბოლოო ინჟინერთან კონსულტაცია გავიაროთ. Have the seat full of water, like full of water. Must be the water. იქნებ ეს წვიმა საერთოდაც არ არის წყალი. ან იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ სინანულის წრებლებია. როგორც ცხოვრებაში, ისე აქაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მზეში სლიკებით უნდა იარო, წვიმაში საწვიმარით. რადგან ამ წინადადებით Ferrari-ის სტაფის დავაინტერესე, მოდი გავყვეთ პროცესს და ვისაუბროთ მათ შორის განსხვავებაზე. ფორმულას სერიებში მხოლოდ ერთი საბურავის მომწოდებელი ყავს და ეს არის იტალიური კომპანია Pirelli. Pirelli და FIA საბოლოო ოქმებამდე სწავლობენ ტრასის საფარის მდგომარეობას. ამის მონაცემებს კი ატარებენ შარშანდელ სესიებს და მხოლოდ მას შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი სამი კომპლექტი უნდა აირჩიეს მშრალი საბურავებიდან. საბოლოო ოქმებებზე სამი მშრალი ტიპის საბურავი შევხვდებით. წითელხაზიანი სოფტები, რომლებიც უმეტესად მხოლოდ საკვალიფიკაციო რეჟიმში გამოიყენება, არის ყველაზე სწრაფი, მაგრამ ყველაზე მალცვეთადი. თეთრი ხაზითაა შეფერილი ყველაზე ხისტი რეზინი, რომლითაც რბოლას ამთავრებენ პილოტები, რადგან ყველაზე გამძლეა და დიდი ხნის განმავლობაში ძალუს ტემპი შენარჩუნება. ხოლო ყვითელი საშუალო რეზინი ყველაზე საშუალოა ამ სამთაგან. 2025 წლიდან არჩევანი სულ 6-ია, C1-დან C6-ის ჩათვლით. C1 ყველაზე ხისტი, გამძლე და ვირი საბურავია, რომელსაც იყენებენ ისეთ ტრეკებზე, სადაც ცვეთა უმაღლეს დონეზეა ასული. მაგალითად 2023 წელს ლუსაილის ტრეკს ყველაზე ხისტმა სამეულბო რომ ვერაფერი უშველა, ერთობლივად მიიღეს ესე, რომ პილოტებს ყოველ 18 წრეში ერთხელ უნდა გამოეცვალათ საბურავი. რაც შეეხება ყველაზე რბილ რეზინს, C5 კომპლექტს იყენებენ ისეთ ტრასებზე, სადაც მოჭიდების საჭიროება უფრო დგას ვიდრე ცვეთის საშიშროება. ასე ტრეკის საუკეთესო მაგალითია მონაკო, სადაც მოდოვებულ პილოტს შეუძლია მთლიანი საბოლოო დისტანცია ერთი წყვილი რეზინით დაფაროს. ეს ყოველთვის ერთია. მრბოლელი ვალდებულია რბოლაში მინიმუმ ორი სხვადასხვა ფერის საბურავი გამოიყენოს, მაგრამ პილოტს საბურავის შეცვლის ვალდებულება წვიმიან ამით საერთოდ ეხსდება. 2021 წელს ესტებან ოკონმა შეძლო და თურქეთის რბოლა ერთი წყვილი ინტერებით დაასრულა. FIA და Pirelli 2024 წელს მექსიკაში, ხოლო სეზონის ბოლოს აბუ-დაბის ტესტებზე გამოსვლის მიზნით პილოტებს ახალი C6 სიხისტის საბურავი გადასცა, რომელიც 2025 წლიდან უკვე აქტიურ გამოყენებაში იქნება. როგორც უკვე ვახსენე, ფორმულა 1-ის ბოლისა და საქალაქო ავტომობილს შორის ვიზუალურად მხოლოდ საბურავის მსგავსებას თუ შევამჩნევთ. მაგრამ აქაც უდიდესი განსხვავებაა. თუ ჩვენი მანქანის საბურავი სლიქს და ემსგავსება, უმჯობესია მალე შევცვალოთ. განსხვავებით სარბოლოგლუვი რეზინისგან. 1000 ცხენის ძალიან ბოლით საფართან მოჭიდებისთვის, რაც შეიძლება დიდი ფართობი სჭირდება. თუ ჩვენ ამ ფართობს ხელოვნურად ეგრეთ წოდებული პროტექტორით შევამცირებთ, მაგალითისათვის, როდესაც მშრალი ტიპის საბურავი საფარს 0.11 კვადრატული მეტრით ეხება, რაც დაახლოებით 1 თაბახის ფურთლის ზომაა, საწვიმარი საბურავისა და ტრეკის შემხებლობა 19%-ით ნაკლებია. ამის მეტ ნაკლებად დასაბალანსებლად წინა საწვიმარი საბურავის სლიქზე 15-40 მმ განიერია. სწორედ ამიტომ გვექნება მოჭიდების პრობლემა. ამის ნათელი მაგალითია 2022 წელს ინტერებით გამოსული შარლ ლეკლერი მზიანი ბრაზილიის კვალიფიკაციაზე, რომლის საბურავიც ყველაფერს აკეთებდა მოჭიდების გარდა. სლიქის საბურავის ოპტიმალური სამუშაო ტემპერატურა არის 100-110 გრადუსი. ამ დონეზე გახურებული საბურავი საერთოდ ყველაფერს იგრავს. ალბათ შეგიმშევიათ ბორბლებზე აკრული რეზინის დაფლეთები. სწორედ ეს წებუნება აძლევს საშუალებას მშრალი ტიპის საბურავს მუდმივ მოჭიდებაში ამყოფოს პოლიტი ტრასის ზედაპირთან. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც საფარი სველდება, ანუ არესი, ტრეკზე გუბეები ჩნდება. ალბათ დაკვირვებულ ხართ, რომ წვიმის შემდეგ საბოლოო ტრაექტორია უფრო მალე შრება, ვიდრე გზის დანარჩენი მონაკვეთი. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ეს პროტექტორიანი საბურავებია. გარდამავალი და სრული საწვიმარი საბურავის მთავარი დანიშნულებაა ტრაექტორიაზე დაგროვებული წყალი, რაც შეიძლება მალე ააშროს. ბოლიდის გადაადგილების შედეგად ზედაპირზე მყოფ ღიობებში წყალი გროვდება, ხოლო საბურავის ტრიალისას ეს დაგროვებული წყალი ზემოთ ამოიტყორწდება. მაგალითისათვის, ამ მწვანე ხაზიან საბურავს 300 კმ/სთ-ზე გადაადგილებისას წამში შეუძლია 35 ლიტრი წყლის ამოსვლა საფარიდან, ხოლო სრულ საწვიმარ საბურავთან ეს რიცხვი 85-მდე იზრდება. და შენ დღეს რამდენი ლიტრი წყალი დალია საერთოდ? და ბოლოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ იმ ხალხს მაინც გავაცნობთ, რომელსაც ძალით აყენებთ ხოლმე დილის შვიცრაცერ რბოლის საყურებლად. მომავალ შეხვედრამდე.